ჩვენს ეთერს უბრუნდება ჩვენი და ჩვენი მაყურებლის საყვარელი რუბრიკა GDS-ის ზოკლუბი შენთან მოიწევს აიყვანეთ ცოდვა წელს მაყურებელს პირდებით რომ ბევრად უფრო საინტერესო და სახალისო იქნება ჩვენი რუბრიკა და აუცილებლად უნდა შეგახსენოთ რომ GDS-ის ზოკლუბში გაწევრიანებულები ვართ ჩვენ გვიანი შუადღე ასევე ვეტერინარული დიაგნოსტიკური ჰოსპიტალი VetHouse-ი ზოომაღაზიათა ქსელი ზოომარტი და რა თქმა უნდა ვსაუბრობთ თქვენთვის ძალიან საინტერესო თემაზე თუ გყავთ უკვე შინაური ცხოველი ან გსურთ რომ იყოლიოთ რა კონკრეტული რჩევები და ინფორმაცია უნდა გაითვალისწინოთ მათი შეძენის დროს. ერთი მთავარი სიახლე რომელიც ესე პომპეზურად უნდა გამოვაყენოთ ექიმი ირაკლის ეხება რომელიც წინა სეზონზე ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და პროფესიონალია და აძლევდა ძალიან კონკრეტულ რჩევებს ჩვენს ტელემაყურებელს იგი ახლა უკვე წამყვანის ამპლუაში მოგვევლინებდა და იქნება ორშაბათობით ჩვენი თანაწამყვანი სწორედ GDS-ის ზოოკლუბში. როგორ ხარ ირაკლი? არაჩვეულებრივი სტუმრები რო ყავს ხომ ფაქტია და თემაც ძალიან საინტერესოა. საკმაოდ საინტერესო თემაა. მოდი მაშინ თქვი რა თემაზე ვისაუბრებ დღეს და მე სტუმრებსაც ჩვენ ვისაუბრებთ თემებზე ეს არის კატის და ძაღლთან დაკავშირებით ანუ მის პატრონებზე და ნუ რატო აირჩიეს თქვათ კატა და არა ძაღლი. ან პირიქით. ესე იგი არ ვიცი რამდენად სწორია კატისტები და ძაღლისტები ასე შეგვიძლია. ანუ ესეთი გამონათქვამი არსებობს ეს არის cat person and dog person. ეს არის ადამიანი კატა და ადამიანი ძაღლი. ნუ ეს მე ეს დროთა განმავლობაში უკვე გადაცემის განმავლობაში გამოვარკვევთ ვინ არის ადამიანი კატა და ვინ არის ადამიანი ძაღლი. კი ბატონო და გამოვარკვევთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენ სტუმრებთან ერთად. რეჟისორი გიორგი ებრალიძე თავის არაჩვეულებრივ სისონასთან ერთად მოფერებით ასე ვუძახეთ და ჩვენც მოდი სისონა დავუძახოთ. გაგით და ირაკლი ექიმზე. იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სისო ჩვენი სტუდიის სტუმარია. რეჟისორი სანდრო ვახტანგოვი, მე არ ვიცი თქვენი კატის სახელი. ჟუგიჟუ. ჟუგიჟუ, კარგია. ბევრი სახელი ქონდა, ხო, როგორც ვიცი, ერთი. სანამეთეში შემოვიდოდეთ სხვა სახელი. შემოцვალეთ უცბად სახელი, გაბოსას კიდე ერთხელ ვიკითხოთ მე. სრული სახელია ჟუგიჟუ, ისე ჟუგია. რეჟისორი ჯაბა მელქაძე სახელი ბოვი. ბოვი ვიცით და არაჩვეულებრივი მსახიობი ქალბატონი მარინა კახიანი, ჩიკიტა. ჩიკიტა ულამაზესი ბაფთით, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს ეთერს და მე მგონი ჩვენ სტუდიას. მოდი დავიწყოთ ხომ საუბარი. ნამდვილად არ ვაპირებთ რომ დავაპირისპიროთ ერთმანეთთან ჩვენი სტუმრები, მაგრამ ალბათ საინტერესოა რა უძღოდა წინ იმ გადაწყვეტილებას, სანამ მიიღებდით გააკეთებდით არჩევანს, რომ ჩიკიტა უნდა გახდეს თქვენი ოჯახის წევრი. როგორ გითხრათ, თქვენ როგორ ბრძანეთ, სანამ გავხდებოდი ძაღლისტი? ძაღლისტი კატისტი ვიყავი, იმიტომ რომ დაახლოებით 12-13 წლის წინ მყავდა თეთრი ულამაზესი ფუმფულად კატა, რომელიც საუწუხაროდ გადავარდა მაღალი სართულიდან და დაიღუპა და ისე განვიცადეთ მე და დედა ჩემმა, რომ მე დიდხანს საერთოდ არ გვინდოდა ოჯახში შინაური ცხოველი, თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი ნათესავი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ჩამოვიდა და წელიწად ნახევარი მყავდა სახლში კურცხარი. დიდი კურცხარი, იმე ლაქებიანი თუ როგორ თქვია, ულამაზესი. აი დალმატინეც რო გავს ისეთი. ნუ ამან რაღაცნაირად ეთყობა გამოიწვია, რომ მე შემდეგ უფრო ძაღლისკენ ძალიან ჭკვიანი ძაღლი იყო და მე ისე მოხდა, რომ ჩემ მეგობარს მსახიობ ნინო თარხან მოურავს ყავს ძაღლი, ჩიხუახუა და ნუ ძალიან მომწონდა, ვეფერებოდი, რაღაც გამოხატავდი სიყვარულს მის მიერ და მითხრა, რომ აი რო ეყოლებაო შვილიო, ის იქნება შვედი. მე დამავიწყდა. ერთ დღეს მირეკავს ნინო და ეხლა ვათა მოდის, ანუ ჩემი შვილი სახლში და მოყავს ულამაზესი გოგო და ულამაზესი გოგო რო თქვა, ჩემ შვილი მაწვილია და ვიფიქრე ვიღაცას და გადაწყვიტა ეთქვა და მოყავს სოლი და დავიბენი და რო შემოვიდა ეს მოიყვანა გორგალი ერთი თვის აი ამ ხერა ულამაზესი და აი როგორც კი დავინახე შემიყვარდა და თვითონაც ამირჩია რაღაც მეგობრები ისხდნენ ჩემთან და არ ვიცი როგორ მიხვდა რომ მე უნდა ყოფილიყავი დედა რომ არავისთან არ მივიდა მოვიდა ჩემთან ეხლა რამ ხელა ჩიკიტა ეხლა ჩიკიტა ნოემბერს ბოლოს ხდება არჩევასთან დაკავშირებით ვიტყვი ერთ რაღაცას რომ როდესაც ლეკვის ყიდვა უნდა თან რაღაცა ზოგადად პატრონ მიცაც უნდა ყიდვა ის რამდენიმე ლეკვი როცა არის ხო ანუ ასარჩევად როცა არის ხო მიდის
და უნდა ჩაიმუხლოს ზოგადად და იმ 5-6 ლეკვიდან ერთ-ერთი ყოველთვის მივაწინ. და ის უნდა აიყვანოს. ანუ ყველა ვარიანტი ის უნდა აიყვანოს. რომელიც მოვა შენთან რა და ეს ხდება ყოველთვის და ეგეც ნაწყენია ჩემი ჩიგრდა, იმიტომ რომ ბიჭია ეს გოგოა. და ამას არ აქვს ყურადღებას, თქვენზეა რაღაცა გაგიჟებული, მე მგონი სათქმელი აქვს, იმიტომ რომ მიიწევს მიკროფონისაკენ და რაღაც უნდა რომ მითხრას. გინოთ. ჩიგრდა ნაწყენი ხარ, ხო არ მოგაქცია ბიჭმა ყურადღება. ძალიან საინტერესოა სისოს სახელის ისტორია და უნდა მოგაყოლოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რატომ და რისთვის ქვია. რატო ქვია და ამას აქვს რაღაცა უცნაური თვალები. ერთზე აქვს გარშემო შავი კანტი და მეორეზე თეთრი და ამიტომ ესეთი ოპტიკური ის არის თითქოს ძალიან პატარა აქვს, მეორე დიდი. ხო. ხო და ამ პერიოდში გადიოდა თქვენ აღზე სერიალი ტიფლისი და იქ იყო პერსონაჟი სისონა, რომელსაც ესეთი თვალი. ჯაბახედა, საიდან სად? ამიტომ დავარქვით სისო. აი მის შემდეგ არის სისო, მერე გახდა სისონა თან აი ხასიათიდან გამომდინარე, რადგან სისონა თან ქირალია და ცოტა გურული ის არის. გურული სისხლი ვაქვს. არ ჩერდება, არა. მის შემდეგ დარჩა სისონა. და სისონა რა დასაკის არის? სისონა 2 წლის გახდება ნოემბერში. თვითონ გამოარჩია ერთი ოჯახის წევრი, რომელსაც განსაკუთრებულად უჯერებს. კი, მე ვარ, მაგრამ მე ხა უკვე ეჭვმეპარება რა. ხო, კონკურენცია მიღალა. თვალებზე და უცნაურობაზე ვსაუბრობდით და აქ ისეთი გამორჩეული სტუმარი ყავს ამ ხრივ, რომლის თვალებზეც მე ერთი ნახვით ვარ შეყვარებული და სახელით პრინციპში როგორ აარჩიეთ, თვალებს რო შეხედავ, მიხვდებ ხო? ბოვის პატივსაცემად დავარქვით. განსხვავებული ფერის მართალია ვერ მღერის როგორც ბოვი და ვერც ქმნის მუსიკას, მაგრამ თვალებით გავს. თქვენ აი რატო კატა და არა ძაღლი თუ არა, მარტო კატა არა, ანუ აი ბავშვობიდან კატებიც ყავდა ძაღლებიც და ის რაც ხოველის სახლში გაჩერებად შეიძლებოდა ყველაფერი ყავდა მე და ჩემ და ბოლოს რაღაცა ჩემმა და სამსახურიდან მოიყვანა ერთი კატა და ну ის მე გაგვექცა და ეხლა ყავს ეს ბოუი. აი კატა ძაღლსაც ამოვნებით ვიყოლებდი, მაგრამ აი რეჟიმიდან გამომდინარე ძაღლს მიხედვა უნდა და ხო, ამიტომ ეს ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ თავისთვის არის და თვითონ უვლის თავის თავს. თვალები თუ შეგიძლიათ რომ კარგად დაგვანახოთ. იმალება, მე მგონი ცოტა მოხდა. აი რადგან ყველა ცხოველი ყავდაო, რაც სახლში შეიძლება. კატას აი ამ ყველა სხვა ცხოველის და რა გამოარჩევს? აი ხასიათის რა თვისებები აქვს? ესეთ გარდა იმისა, რომ თავის პატრონი თვითონ არის და ხო, ну აი ხო განსხვავდება ძაღლებისგან იმით, რომ თავისი ხასიათი აქვს და აი როცა უნდა მოკლედ მაშინ მოვა თვითონ გეფერება, თვითონ ირჩევს ყველაფერს და ამ შემდეგ. ну ძაღლი ესე არ არის, ძაღლს გიჟივით უყვარხარ, მაგრამ ესეც ამის ხასიათი რომ იმზიდველია რაღაცნაირად უფრო გიყვარს მაგით. კი. ამ შვენებას ხასიათები როგორი არის? განსხვავდება ბოვისაგან? იცით რა არის? უნდა გითხრათ რომ თვითონ მოვიდა ჩვენთან წმენდში. ანუ ჩვენ არ ქონდა არანაირი იდეა ესე ვთქვათ, არც ძაღლი, ბავშვებს უნდოდა ძაღლი, მაგრამ ნუ მე რაღაცა წინააღმდეგი ვიყავი მაინც სახში და ეს მოვიდა თვითონ, პატარა იყო სულ 2 თვის. რაღაცა ესე და მე წამოვიყვანეთ სახში თბილისში ხო და ეხლა არის ჩვენი სრულყოფილი წევრი ოჯახის. უნდა გითხრათ რომ გავაგზავნებ ჯაბას თემას და ვიტყვი რომ შინაგანი წესრიგის გაცილებით უფრო მაღალი და მაღალი ინტელექტი აქვს ვიდრე კი ბატონო ძაღლებს მე ესე მგონია ამათ არ ჭირდებათ ზედმეტი ყურადღება ანუ აბსოლუტურად თვითონ დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს დამოუკიდებელი აზრები, საქციელი და ასე შემდეგ. რა მინდა გითხოთ, თქვენ ფისოებს თქვენიათ ისეთი შემთხვევა, რომ თქვენი მოეწონათ ერთმანეთს. თქვენ ფისოებს თქვენიათ ისეთი შემთხვევა, რომ ფანჯრის აფასთან დომებიათ დაწოლა, ან თამაში, ან ესეთი რაღაცა. ანუ ფანჯარა თუ ისიდავთ ხო ზოგადად? კი, მეც გეტყვი, ჩვენ ბოუს არხუზე ცხოვრობთ და სპეციალურად ხვრელი დავტოვე
აივანზე, იმიტომ რომ გადახედავს იქ და უყურებს ძალიან დიდი ინტერესით. აი ამიტომ აქინა გამომდინარე მაგიტომ გავუსი მაგ თემას ხაზი რომ ძალიან სარისკოა. ბოლო დროს ჩვენ კლინიკაში ბევრი ფაქტი ყოფილა რომ მეცხრედან, მერვედან გადმოვარდნილები ფაქტები და ყოველთვის ჩვენი რჩევა იქნება რომ ფანჯარას მოარიდონ ან გისოსები იქონიონ რომ თუ ღია იქნა ფანჯარა რომ იქნა გადახდომის სული როცა გაუჩნია, იმიტომ რომ ფისოა, ანუ კატა და ასე თუ ისე ყოველთვის ექნება, რაც არ უნდა სახში იყოს და რაც არ უნდა იყოს ფრინველებზე გარემო სიტუაციას და ყოველთვის ექნება სურვილი კონტაქტი რო იქონიოს. ამიტომ მე არის რისკები რომ გადავარდეს ან რაღაცა ეგეთი მოვა. და ერთი შეკითხვა აქვს, რამე განსაკუთრებული თუ აქვს თქვენს ფისოებს, თვისებები, რასაც თქვენ ხასიათებთან შეიძლება შეადაროთ. საერთოდ კი, ნამდვილად მე და ერთ რაღაცას ნამდვილად ვიტყვი რომ ადრე მეგონა რომ ესე ვთქვა რაღაცა უბრალოდ რაღაცა ლეგენდებია, მაგრამ თუ ვიღაცა ხდება ავად ოჯახში, აუცილებლად წვება ფეხებში და აი ესე ძალიან მყარა და დიდხანს არის იმ ადამიანთან, კერძოდ მეც გადავიტანე რაღაც სერიოზული ავადმყოფობა და სულ იყო ჩემთან. არ გშორდებოდა რაღაცა 1-2 თვე. ჯაბა აღმოაჩინე რამე საერთო თვისება ვთქვათ. მაგრამ ხასიათის თვალსაზრისით ესე რა ქვია, იზრდება ნელ-ნელა და სხვადასხვა რაღაცები მოწონს ხოლმე. აი ხა როგორი პერიოდი აქვს რა. ადრე უკარება იყო, ეხა ცოტა 2 თვის წინ მიხვდა რომ ოფერება ძალიან კარგია და ეხა ითხოვს რომ ონკანი ღია დავტოვოთ და წყალს ეთამაშება ხოლმე და ასე შემდეგ და ფანჯარასთან ჩვენც ფრთხილად ვართ, იმიტომ რომ ეხა მის ძმა შაქრო გადავარდა მე-13-დან და ხო მოვკვდა სამწუხაროდ და ჩვენ სულ სარკმელს ტოვებთ ხოლმე ღიას და არ ვტოვებთ. ფისოების შემთხვევაში კიდე ესეთი რაღაცა მაინტერესებს, კვების რეჟიმს როგორ იცავთ? მე როგორც ვეტექიმის პროფესიულ შეკითხვას დაგისვამთ. კვების რეჟიმი როგორ გაქვთ? ჩვენ, ანუ რაც საჭმელი აქვს სპეციალური, მხოლოდ იმას ჭამს. არანაირი დანამატები და არც ითხოვს, მაგ მხრივ ძალიან კომფორტულია. საჭმელი სულუდებს. საჭმელი სულუდებს. ნახე როგორი არ უმატებთ რომ ღამე წონაში. აბა გითხარი მაშინ როგორ დაიყოს. ანუ ზოგადად ცხოველებთან მიმართებაში რაც შეეხება არ აქვს მნიშვნელობა ეს კატა იქნება, ძაღლი იქნება, თუ რა იქნება, ყველაფერი უნდა იყოს რეჟიმში. ეს იქინა გამომდინარეობს, რომ ვიცი რომ აქვთ პატრონებს ეგეთი მოსაზრება, რომ მან იცის თავისი ნორმა, რაც უნდა ჭამოს და იმდეს ჭამს. ეგ არ არის. იმიტომ რომ ფისოების მომენტი არის ის, როცა პატრონი როცა ვერ ხედავს, ზუსტად მაშინ იწყებენ ჭამას. ხოთ მაგას თქვენ უკვე ვეღარ აკონტროლებთ რა რაციონით ჭამს. ელოდებიან რომ გაიგოს. აქედან გამომდინარე, ჯობია რომ ყოველთვის რეჟიმში. თან არის ჯიშები, რომელსაც მიდერეკილება აქვს სიმსუქნისკენ. და თუ რეჟიმი არ დაიცავით, ყოველთვის იქნება სიმსუქნის პრობლემა. მე იქ სხვა, ანუ სიმსუქნის გარდა სხვა პრობლემები იწყება. იქ არის საჭმლის მომნელები. როგორ მოვიქცეთ, ანუ დავუდოთ და გავიდეთ ოთახიდან ჩვენთან. იცით რა უნდა ქნათ? ანუ რეჟიმში ჯობია რომ თქვათ ჭამოს 3-ჯერ, 4-ჯერ, ერთი და იგივე დროს. სასურველია. ანუ იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფისომშიერი იქნება. თვითონ ის საკვები, რასაც თვითონ იღებს იმ შრალ საკვებს, ხო? ის მე კუჩში ამხელა რო არის, ის დიდდება მე. ასე რომ ის დაახლოებით 1.5 საათში 40 წუთში სულ დანაყრებას იღწევს. და აქედან გამომდინარე ის რეჟიმი კაია. თან მით უმეტეს კასტრირებულ სტერილ კატებს მით უმეტეს მიდრეკილება აქვთ უკვე იქ ჰორმონული ცვლილებები როცა იწყება, მიდრეკილება აქვთ სიმსუქნის. მაგისთვის მე სპეციალური კვებებია და რეჟიმებია აუცილებელი. აჰა, ძალიან გასათვალისწინებელი. ქალბატონო მარინა, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას მერე რაც ჩიკიტა მობრძანდა და დაიმახა სახელი. როგორ გითხრათ? ჩიკიტა რეჟიმი რო შეიცვალა ფაქტია. რა თქმა უნდა, საქმეზე რო ვარ, უფრო მორბი ვარ სახში, იმიტომ რომ ჯერთი მეწოდება მარტო არ მინდა. ხო, იმიტომ რომ კატებისგან განსხვავებით ვახსენეთ, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება ჭირდება. უნდათ და ნუ აი სახში 2 საათით რო ვარ გასული და მოვდივარ, ნუ მას გონია მე მგონი რომ არ ყოფილვარ ერთი ისე მხდება. აი რაღაც 9 საათითაც რო გავიდე შეხვედრაკ საოცრება, ტირის, კოცნის, მეფერება, ნუ სადმე თუ წავედი ხო ცოტა რაღაც პერიოდით, მაშინ არ არის ლაპარაკი. და ამის გარდა აი სადმე თუ მივდივარ ზაფხულში უკვე რა თქმა უნდა უფრო პრობლემაა, რომ ნუ ვინმეს ხონდა დაუტოვა, ხა ჩემი ვაჟით სადღაც მიდის, მეც მივდივარ და ამიტომ მეტი საფიქრელია, მაგრამ ისეთი სითბო და სიყვარულია ეს არ ვიცი ცხოველია თუ ვინ არის ძალიან ჭკვიანია მინდა გითხრათ. ჯერთი მინდა ვთქვა რომ ვასწავლეთ რომ ტუალეტში უნდა შევიდეს. შებრძანდეს და იქ.
კი, აუცილებლად ტრაფთა ყველაფერი უნდა მოისაქვას. სხვაგან არ შვება არაფერს. აი რაც შეეხება თქვენ ბრძანეთ ჭამას და სულ ჭამა უნდა. და ძირითადად უნდა ის რასაც ჩვენ მივირთმევთ. რა თქმა უნდა ყველაფერს არ ვაძლევ, მაგრამ უნდა არა ის თავისი გამხმარი საჭმელი, არამედ რასაც ჩვენ მივირთმევთ. მაგრამ იმას ვაჭრებთ. რა მინდოდა მეკითხა? თქვენი ძაღლის ხასიათებთან დაკავშირებით რა სიტყვით? მე მიხდა მაყურებელი როგორი ხასიათი არის ის თუ არის მოუსვენარი ცელკი. უცხოებზე ცოტა უცხოებთან ავია. და არიან ადამიანები, ნუ სტუმრად ვინც დადიან, იმათ გამოარჩევს ხოლმე და განსაკუთრებით უყვარს რამდენიმე მათგანი, ჩემი მეგობრებიდან და იმათ ხვდება, როგორ გითხრათ, ბოდიში ჩაფს მითაც და ძალიან ემოციურად და ასე რომ მაგრამ აქვე მე იცი რა მინდა გითხრათ რა ჩვენ არ მეპარება ჩვენ ვიღაცებს ვერ იტანს აი ჩემს მოხვედრაში მე ვიცი რომ ბავშვების მიმართ განსაკუთრებით ამ ჭირს აი ბავშვების მიმართ ეჭვიანები არიან ძალიან და იმიტომაც აგრესიულები აგრესიას გამოხატავენ სამწუხაროდ აგრესიულია და არ ეთყობა ხო ესე რომ შეხედა გიორგი მოუსვენარი და ცელკი რომ არის ვიცით მაგრამ ყველაზე მშვიდად დღის რა მონაკვეთია ან როგორი ამისთვის იდეალური გარემო ვთქვათ ასე დღის არის როცა ამოდის გასეირნებიდან მერე იძინებს და ნუ ისეთი პერიოდი არის მშვიდი ის პერიოდია მშვიდი ეხაც ნუ ესეთი არ არის ეხა ძალიან შეუყვარდა თქვენი თანაწამყვანი და ამიტომ არის ეს არის ეს ამის არის ვიღაცა თუ ძალიან მოეწონა აი ეს არ არის აჟიტირებს ბავშვებს რო ემართებათ რო აჟიტირდებიან ერთი ნახოთ შეყვარება არა ადრეც ხო ცხოველებში არის ესეთი რაღაცა რომ თქვათ ქუჩის ძაღლებს რო ეძახიან ხო ზუსტად ხერს მაგრამ მეტისებს ქუჩიდან რო იყვანენ სხვადასხვა მათ უჩნდებათ ზუსტად ის სიყვარული, რასაც ამდენი ხანი არავინ არ უნახია და ვინც პირველად მოეფერა და ვინც იმას კი ყველა უყვარდებათ. და ეს მარტო ქუჩის ძაღლებს არ ახასიათებს, ეს ჩვეულებრივ ძაღლებსაც ახასიათებთ. იციან საკმაოდ დამახსოვრება და ასე შემდეგ. რამეთესო თქვენ ძაღლთან დაკავშირებით სახელიდან გამომდინარე, ცეკვა თუ შეუძლია სახელიდან გამომდინარე. ვაიმე, ცეკვა შეუძლია და გიждდება ჯაზზე სხვათა შორის. ძალიან კაი. აი როგორც კი ჩაუთავ ჯაზს, რაღაც საოცრება ემართა. კლასიკური მუსიკაც უყვარს. სენიერია. აი მე მგონი ლოგიკური ღერება, კი მართლა გადაღებული მაქვს. ფამღერო, ვაცეკვოთ? ესე როგორც არ უყვარს მომღერლებს რო ეუბნებიან მიმღერე ხო? ეგრე იქნება ჩემი შემთხვევა მე მგონი გამონაკლისი. გიყვარს როცა მეუბნებიან ეგრე ისე მე მართლა დავფიქრები ვარ ხშირად ხო ამბობენ კატაზე არ გამიგია მაგრამ ძაღლი პატრონზე მსგავსებაა ხო ხშირად გაგვიგია და მე ყველაზე ვერ ვიტყვი ნამდვილად მაგრამ შემიჩნევია რომ ხანდახან აი სიარულის მანერაც კი როცა ასეინებს პატრონი საკუთარ მეგობარს ერთნაირი აქვს ხოლმე ირაკლი მე თანხმები ამაში თანხმები სხვათა შორის ცოტა შეიძლება ცუდად ჟღერდეს მაგრამ არა მარტო სიარული მანერა ვიზუალურადაც კი ცუდად რატო ახლა გააჩნია ჯიშს ძაღლეს ხო არა ახლა ნუ ჯიშებსაც ხო მართალია გააჩნია ახლა ყველა ჯიშზე ვერ ვიტყვით მაგრამ ნუ ეს დამახასიათებდა რა კიდე ერთი შეკითხვა მქონდა თქვენთან რა არის მათთვის საყვარელი სათამაშო ან რითი ერთობიან მთელი დღის განმავლობაში და ეს ძირითადად ძილით ანუ მიმისი არის ძილი და რაღაც სათამაშოები გვაქვს თუ აი გავაქნიეთ ვაკ შემთხვევაში ისიც იყო და იწევს და სიტუაცია გაქვს მოწყობილი რომ ამათ ჭირდებათ ბჭყალების სახეხი სპეციალური სათამაშოები რომლებზეც სპეციალური სათამაშოები გვაქვს კი რომლითაც ვეთამაშებთ ანუ ესეთი სპეციალური ეს არის ხე არის რომელზეც არა ეგ არ გვაქვს ჭყილებს იმაშვებია ეგ არ გვაქვს დანარჩენი ყველა ანუ საერთოდ გარემოსთან კონტაქტი არ აქვს არა და არც უყვარს საერთოდ ძალიან ბატონო სანდრო მე მგონი ჭადრაკს იტყვის ახლა იმიტომ რომ მაყურებელს შეიძლება არ ესმის მაგრამ ისე უყურებს ალმაცერად როგორც ცუდად იქცევიანო ძაღლებიო ჩემი კატა ღირსეულად ეს იქცევა ისე როგორც პატრონი, ანუ გიორგი ებრალიძე, მაშინ. ესეთი ენერგია.
არა, ჩვენი უფრო ის არის წყნარია და ეს ზინავს და ფრანგულს სწავლობს და აი, ჭადრაკი არა, მაგრამ ფრანგული. სხვათა შორის ფიცოებზე ასევე არის ნათქვამი, რომ საკმაოდ კარგი თილისმები არიან, ანუ წარმატებისთვის საკმაოდ კარგები არიან და იყო ესეთი ისტორია, რომ მე ჭადრაკე, როცა ჩემპიონატები ქონდა ხოლმე, თავის ფიცოს ერქვა ჭადრაკი. სახელი იყო ესეთი და სულ დაყავდა თამაშებზე რა. ნუ თავის ცოლს ყავდა, ნუ თამაშის პერიოდში არ ყოლია, მაგრამ თავის ცოლს ყავდა და შუალედებში ჩადიოდა და ფისოს ეფერებოდა და ეს იყო მისი წარმატება რა, ფისოსი. ასევე ფისოებზე არის ის რომ წინაზე ის გამიგია რო ეფერები, რო არტერიულ წნევაზე კი, რა თქმა უნდა, გულსის ძაღლთა დაავადების ვისაც აქვს პრობლემები ფისოსთან ურთიერთობაზე. კი, სახსროვანი არის დაავადებები, რომლებიც მისი კრუტუნს რო ეძახიან, რო გამოსცემენ ხმებს, ის გერები რაც არის, ასაკში ხალს რო აქვთ პრობლემები სახსრებზე. მაგაზე პირიქით მოგშველიც კი ზრდასთან და ასე შემდეგ. ასაკი ვახსენეთ, მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ყველა სტუმარს ძალიან ხანგრძლივი და აქტიური სიცოცხლე ელისწინ, მაგრამ ეს მაინტერესებს ხანგრძლივობა ცხოვრების, ძაღლებისა და კატების თანაბარია და გამიგია რომ ძაღლის 1 წელი უდრის ადამიანის 7 წელსო დაახლოებით. იცით რა არის ძალიან ბევრი აზრი არის რა მაგასთან დაკავშირებით, ანუ ეს ინდივიდუალური ზოგი 8 წელს ადრის, ზოგი 9 წელს, მაგრამ ცხოველებში ესეც ინდივიდუალური როგორც ადამიანებში ინდივიდუალური ზოგი 100 წელს ცხოვრობს, ზოგი 80 წელს, ზოგი 60 წელს და ასე მოვულაზია. საკმარისია ხელი ახლოს მივიტანო რომ მიბოღერს მაშინზე. მე მგონი მაყურებელი თავად გადაწყვეტს ძაღლი ურჩევნია ყავდეს თუ კატა, მაგრამ რეჟიმიდან ორივე ერთად ვერ გეწყვირა. კატას აირჩევენ. უფრო ხიარულად უნდა სახში ყოფნა, მაშინ რატომაც არა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ სტუმრებს სტუდიაში მობრძანებისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ GDS-ის ზოოკლუბში გაწევრიანებულები ვართ ჩვენ, გვიანი შუადღე, ასევე ვეტერინარული დიაგნოსტიკური ჰოსპიტალი Vet House, ზოომაღაზიათა ქსელი ზოომარტ და რა თქმა უნდა ვსაუბრობთ თქვენთვის ძალიან საინტერესო თემებზე. დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. ირაკლი, შენი როგორც წამყვანის დებიუტი გადასარევი და პრემიერი იყო. რა თქმა უნდა, მომავალ ორშაბათს ირაკლი შემოგვიერთდება, ჩვენ კი პირდაპირ ეთერში დავუბრუნდებით უკვე ხვალ ზუსტად 3 საათზე და ყველას ისურვებთ ისეთ ერთგულ მეგობრებს, როგორც ჩვენ სტუმრებს. ნამდვილად, აბა კარგად იყავით ხვალამდე. კარგად ანდობოდეთ.